ესე იგი, დონაციის ავტორს საიდუმლო ნაძვის ფესვები ძალიან დიდი მადლობა რეგულარული დონაციებისთვის. ეხლა აქ არის ესეთი შეკითხვა. ჰოლანდია ამზადებს თავის მოსახლეობას როგორ გადარჩნენ სამდღიანი უწყლობის უდენობის და კომუნიკაციის გარეშეო და მე მგონი მაგასთან დაკავშირებით არის ეს ნახეო, მოგეთ ეს საიტი ნახე, რას ფიქრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით YouTube ვიდეო საინტერესო იქნებაო. აი ესეთი საიტი ნახეთ და ეხლა მე რა არის იცი რომ ესე იგი ინგლისურ ენაზე მე არ ვმუშაობ პირველ რიგში ეს რო ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ერთი გვერდი მივუშვირე ეს translate-ით და მითარგმნა და მივხვდი. ანუ აქ არის მოსახლეობა როგორ გადაერჩინოს თავი რა, ამასთან დაკავშირებით. მარაგებთან დაკავშირებით და იქ რა წყლის თემები და ასე შემდგომ რა. ანუ მე ინგლისურ ენაზე არ ვმუშაობ, ანუ ინგლისური არ ვიცი. აი ძალიან ცოტა ვიცი, გაქცეულ ტურისტს თუ მოვაბრუნებ. ამიტომ მე ვთარგმნი ტექსტებს რუსულიდან. მაგრამ აქ პირველ რიგში ახლა მე რასაც შევხედე, რა თქმა უნდა, თითქოს ერთი მხრივ კარგია ჰოლანდია რომ ამზადებს თავის მოსახლეობას, მაგრამ ზოგადად ეს მომზადებას არ ემსახურება. აი მაგალითად, ეხლა მე ამ საიტზე რო შევედი, პირველ რიგში რაც გამახსენდა, აი შტორმებს და იმას ამერიკაში რო ურაგანებია და მთელი ამბები ხოლმე, ხო? და პირადი ნომრებიო, მიიკერეთ ფეხებზეო, რაღაცა მიიბეთო რაღაცა დაწერეთ ფურცელზეო და მიიბითო და ტანზე დაიწერეთ პირადი ნომრებიო. ანუ თუ მოკვდებით და თქვენს გვაქვს ვიპოვებითო რომ იდენტიფიკაცია მოვახდინოთო. აი დაახლოებით ამ ტიპის ფორმატი მგონია ეს ყველაფერი მე ვერ ვხედავ იმას რომ ზოგადად მთავრობები ზრუნავდნენ მოსახლეობაზე. ეგ არის სისულელე, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ფარსი. ანუ ამით ვითომ მომზადებით იქ წყალი როგორ გაფილტრო და რაღაცა ვითომ მომზადებით პირიქით, ანუ კი არ გამზადებენ ამ ხალხს ესე თქვა აჩვევენ იმას რომ ეს ყველაფერი მოხდება. თორემ და ურაგანები და ეგ ყველაფერი ისევ მაგათი მოწყობილია. ყველაფერი მაგათი ხელოვნური მოწყობილია. ეს სტიქიები და ნუ მოუწყობენ სტიქიებს და აღარ დაჭირდება ხალხს წყლების ფილტრები და ასე შემდგომ. მაგრამ ჩვენთან წყლის პრობლემა არ არის. მართალია საქართველოში რამდენიმე მდინარე დაშრა, მაგრამ წყლის პრობლემა მაინც არ არის. მაგრამ აი აქ ვადგებით ზუსტად იმ პრობლემას, რაც არის სფეროსებრი დედამიწის მოდელის შემთხვევაში, რომ სფეროსებრი დედამიწის მოდელის შემთხვევაში მთავრობა მოვა და დაგილუქავს ჭეებს, იმიტომ რომ გეტყვის, რომ ჭის მარაგი მსოფლიოში იწურება. ამ დროს მთლიანი დედამიწა გარშემო წყალშია, ოკეანეებშია და ზევით ქვევით ყველგან წყალია. რა წყლის მარაგის დაცლაზეა საუბარი. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფარსი რა, ვითომ იქ მოსახლეობაზე ზრუნავენ. ჩვენთან თავარია ის რომ ხალხმა მალე გაიაზროს რომ დედამიწა არ არის სფერო და მერე ჭას ვეღარ დაულუქავენ და წყლები ოხრათა გვაქვს საქართველოში და ჰოლანდია ხა დაანჩენი რას იზავს, ახლა მე ვერ მივხედავ ჰოლანდიის მოსახლეობას. დიდი მადლობა დონაციისთვის. ანუ მეტი ამაზე პასუხი არაფერი არ მაქვს.